გული ტკივა. როცა დანიშნული დირექტორია საათს უყურებს. და ვაკანსია კიდე სადღაც გაგზავნილი რომ უკეთეს სამსახური შოუს. ესია ეს ცხოვრება და რა გინდა როგორ. მაგრამ უმეტესწილად ეს ჩვენს ქვეყანაში. ჩვენს კოტეს ეგ არ ეხება. არა, კოტეს არ ეხება, იმიტომ რომ სული და გული ჩვენთან არის. არა, კოტეს არ ეხება, იმიტომ რომ მე სანამ ვიქნები კოტე იქნება და მე მათესთან ერთად რა მათეს აქ არის მუშაობ და ჩვეულებრივად გააგრძელებენ. კოტესნაირი დირექტორი ყველა კომპანიას ყავდეს, არასდროს პრობლემა არ იქნება. არ ექნებათ ასეთი რამე არ მოხდება. ახლა კიდევ არის აქ ერთი კარგი წიგნი ყურე. აი ყურე წაიკითხე. ბაზრის სტრატეგიული მართვა. აი ყურე როგორ არის. აი იწყებ ახლა რაღაცის ბიზნესი გინდა დაიწყო. უნდა აიღო ჯერ წიგნი წაკითხული გაქვს. აი როგორ უნდა გააკეთო წიგნი წაკითხული გაქვს. ამის შემდეგ რაღაცა პრაქტიკა კიდე მიღებული გაქვს და უნდა დაიწყო ახლა შენ იმ შენი ბიზნესის რისი გაკეთება შენ გინდა რაღა მოპოვება თაბა სად რა ღირს ისაკონელი რაც შენ გინდა შემოიტანო და გაყიდო. ბაზრის კვლევა. აი მაგალითს ვამბობ ერთ მაგალითს და მინდა უთხრა მე ვხედავ ამ სოციალურ ქსელებში რომ ქუთაისელი გოგოები ძალიან მაგრად აქტიურობენ გაყიდვებში. აი რაღაცა სუნკები როა, რაღაცები როა, რაღაცები როა. აი იცით რომ მე ეს როგორ მახარებს ახალგაზრდა გოგოები მიდიან ჩინეთში მოაკ და თავიანთი რაღაც მაღაზია გააკეთეს და დღე და ღამე არეკლამებენ ქუთაისელები უფრო ხედავ მე ქუთაისელები არიან და დღე და ღამე მუშაობენ. აი ესე უნდა ესე უნდა და მე მამისთვის თქვენ მადლობას გიხდით. ახალგაზრდა გოგოები ხართ, არავიზი არაფრით ნაკლები არა გაქვთ და ხო არა ხართ და ხო ხედავ თქვენი ფული იშოვეთ უკვე წესიერად და პატიოსნად. აი ესე უნდა შექმენი შენ თვითონ მიუღწეველი არაფერი არ არის. კაცო, მე თუ მივახციე, ამან თუ მიახცია, შენ რატო არ უნდა მიახციო მითხარი. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ კახა მე რო ამერიკაში მყოფილიყავი სამჯერ ამას გაუსწრებდი ყველაფრით სამჯერ ამ კაცს დათო სამჯერ ამას გავასწრებდი ამერიკას ნაირ ქვეყანაში რომ ცხოვრობდი უბრალოდ ერთი მომენტიც არის დიდი ბიზნესისთვის ბიჭებო საქართველო არის პატარა